ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძვანო და დანო. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების საკითხს. ჩვენ განვიხილავთ აღდგომიდან შვიდეულის საკვირაო წირვის სახარებას, რომელიც ეხება სწორედ ამ საკითხს, სადაც ამ საკითხის შესახებ არის მაცხოვრის სიტყვები, თუ რას ამბობს მაცხოვარი, სწორედ თავის ღვთაებრივი ბუნების შესახებ. და ამავე დროს აი ამ აღდგომიდან შვიდეულის კვირა დღეს ეწოდება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირა, რადგანაც სწორედ მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების საკითხი ყველაზე მწვავედ ეკლესიის ისტორიაში დადგა მეოთხე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში გამოჩნდა ცნობილი, საკმაოდ განათლებული, პოპულარული, გამორჩეული ქადაგებელი ვინმე, ასე ვთქვათ, უდელი არიოზი, რომელიც ავრცელებდა ასეთ შეხედულებას, რომ თითქოს და იესო ქრისტე იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ესეთი მაღალი სულიერების და აბსოლუტური სულიერების მქონე ადამიანი, მაგრამ მას ჰქონდა მხოლოდ ადამიანური ბუნება, მას არ გააჩნდა ღვთაებრივი ბუნება. ასეთი იყო არიოზის მიერ გავრცელებული შეხედულება და უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის შუაზე გაიყო ეკლესია და სამწუხარო ის იყო, რომ იმპერატორები ხშირად ან ერთხარეს იჭერენ და ან მეორეს და აი ზოგჯერ როდესაც ისინი მცდარ პოზიციას დაუჭერდნენ მხარს, ეს უკვე ნიშნავდა, რომ სახელმწიფო დონეზე იზღუდებოდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სწავლება და გარკვეული სასჯელები იყო, რეპრესიები იყო მათ მიმართ, ვინც თითქოს და რაღაცა არასწორ სწავლებას ემხრობოდა, ქადაგებდა, ავრცელებდა და აი ასეთი საოცრება ხდებოდა, რომ შესაძლებელი იყო და მომხდარა და ხდებოდა ასეთი რამ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებელნი გამოცხადდებოდნენ ჟულის დამარღვევებად და მათ მიმართ სერიოზული უკვე სახელმწიფო დონეზე იყო რეპრესიები. ბუნებრივია ეს ძალიან დიდი ტკივილი იყო მეოთხე საუკუნის დასაწყისის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, დიდი რყევებს იწვევდა და რასაკვირველია, ეს საკითხი უნდა გარკვეულიყო. ეკლესია, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტების. ამიტომ ეკლესიას სწორედ ის დავალება აქვს, რომ მან გვითხრას, რა არის ჭეშმარიტება, ან პირიქით, რა არ არის ჭეშმარიტება, რომ ჩვენ მუდამ ღვთისგზით ვიაროთ, იმ გზით ვიაროთ, რა გზაც ჩვენ გვიხადაგა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენ მის გზაზე გვევლო, ჭეშმარიტ გზაზე გვევლო, საღვთო გზაზე გვევლო და რასაკვირველია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ უახლოვდებით ღმერთს, როცა ჩვენი ცოდნა ღმერთის შესახებ და სხვა საეკლესიო საკითხების შესახებ არის ადეკვატური იმისა, რაც იესო ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა დაგვიტოვეს. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, პირველივე საუკუნიდან
ხდებოდა ეს გარკვეული არასწორი განმარტებები სახარებისა, რასაც ეკლესია ყოველთვის პასუხობდა და ყოველთვის აჩვენებდა, ასე ვთქვათ, ქრისტიანულ საზოგადოებას, თუ სად იყო ცდომილება და სად იყო ჭეშმარიტება. აი ესეთ გადაცდომებს და მათ მიმდევრებს გადაცდომას ეწოდებოდა მწვალებლობა, ანუ განწვალება ჭეშმარიტებისა, ანუ დამახინჯება, სხვანაირად რო ვთქვათ, ჭეშმარიტებისა. ეს არის მწვალებლობა, ხოლო მწვალებლები არიან ისინი, ვინც ამახინჯებენ ჭეშმარიტებას, განაწვალებენ მას და ასეთები სამწუხაროდ ხშირად გამოჩნდებოდნენ, მაგრამ ის მასშტაბი, რომელიც მე-4 საუკუნის დასაწყისში მიიღო აი ამ დამახინჯებამ ჭეშმარიტი სარწმუნოების, მანამდე არასოდეს არ ყოფილა. ანუ ეს იყო ფაქტიურად ლამის შუაზე გაყოფილი ეკლესია, რაც ეკლესიის ესეთი სიცოცხლისათვის ეს არის ძალიან დიდი ზიანი. ამიტომ ეკლესიამ უნდა თქვას თავისი აზრი და აი სწორედ ამიტომ იქნა მოწვეული პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც ამხილა არიოზის ცდომილება და დაამოწმა და დაამკვიდრა დოგმატი იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს ნამდვილად გააჩნია ღვთაებრივი ბუნება ადამიანურ ბუნებასთან ერთად. სახარებაში არაერთი ადგილია, რომელიც ამას ადასტურებს და აი კვირა დღეს, ანუ აღდგომიდან მე-7 შვიდეულის საკვირაო წირვაზე იკითხება სახარება, ეს არის სახარება იოანესი, მე-17 თავის პირველიდან მე-13 მუხლის ჩათვლით. ამ სახარებაში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის სწორედ სწავლება იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ, რომელსაც გადმოგცემს თავად უფალი იესო ქრისტე. სანამ ამ მუხლს ავიკითხავთ, სადაც ეს სწავლება არის გადმოცემული, ვიტყვით, რომ ეს მონაკვეთი სახარებისა იწოდება სამღვდელმთავრო ლოცვად. ანუ იესო ქრისტე საიდუმლოს ერობის შემდეგ, სანამ გეთსიმანის ბაღში მივა, განსაკუთრებულ ლოცვას წარმოთქვამს, სადაც ლაპარაკობს თავის რომ მოახლოებულ ჯვარცმაზე, როგორც დიდებაზე, ღვთის დიდებაზე, საკუთარ დიდებაზე და თავის დანიშნულებაზე საუბრობს, ამბობს, რომ მისი დანიშნულება ეს არის ადამიანთა ცხოვრება, ანუ ადამიანთა განთავისუფლება მარადიული სიკვდილისაგან და მარადიულ სიცოცხლეში მათი დაბრუნება და დამკვიდრება და რომ ეს საუკუნო ცხოვრება არის არა მარტო გარდაცვალების შემდეგ, არამედ ეს საუკუნო ცხოვრება იწყება ქრისტიანული საზოგადოებისთვის მას მერე, რაც ისინი ეს საზოგადოების წევრები უყოყმანოდ აღიარებენ მამა ღმერთს და იესო ქრისტეს ძე ღმერთს, რომელიც მამამ მოავლინა. ანუ ქრისტეს საშუალებით მივდივართ მამა ღმერთთან და აი მაცხოვრე ამბობს, რომ საუკუნო ცხოვრება სწორედ ეს არის, რომ შენ გწამდეს ჭეშმარიტი ღმერთი, მამა ღმერთი და რომელიც მან მოავლინა იესო ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, რომ სასუფეველი უკვე იწყება აქ, მათთვის ვისი რწმენაც ურღევია. და სწორედ აი ამ აი ამ სასუფეველის დამკვიდრებას უკვე აქ ამ ქვეყნად სხვანაირად ქვია სულიწმინდის მადლთან შეერთება მართლმადიდებელი ქრისტიანისა და სწორედ აი ეს
შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანში მოქმედებს დამკვიდრდა ძალა ღვთისა, მადლი ღვთისა და რასაკვირველია, სადაც სული წმინდა ღმერთია, იქ ძეღმერთიც არის და მამა ღმერთიც. ანუ ფაქტიურად ქრისტიანობა ეს არის სული წმინდის მადლით, თანზიარებით ღმერთთან შეერთება და აი ამაზეა საუბარი, რომ ფაქტიურად სასუფეველი იწყება უკვე აქ ამ ქვეყნად, რასაკვირველია სრულყოფილი სახით ჩვენ მას მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ვეზიარებთ, მაგრამ ის რომ ადამიანის გულში ღმერთი შესაძლებელია დამკვიდრდეს, ეს არის ნამდვილად სწორედ 64-ის დამყარება დედამიწაზე, რადგან მიუხედავად წუთისოფლის სივერაგისა, სიმწარისა, სიბოროტისა, როდესაც ადამიანში ღმერთია დამკვიდრებული, მას ვერანაირი ხილული თუ ხილავი ძალა ვერაფერს ვერ დააკლებს და თვითსიკვდილიც კი. ამიტომ ადამიანის გულში არის სიხარული, არის სიყვარული, არის სარწმუნოება, არის სასოება და ყველანაირი სათნოებანი. აი ამის შესახებ არის საუბარი და აი შემდეგ უკვე ეს არის პირველიდან როგორც ვახსენეთ მეჩვენე მუხლის შეათვლით და აი მთავარი თუ ესე იგი რის საფუძველზე კიდევ ერთხელ საიდან ჩანს რომ იესო ქრისტე არის არა მარტო ადამიანი, არამედ ჭეშმარიტი ღმერთი. აი ეს არის მეხუთე მუხლი და წავიკითხოთ ეს მუხლი. და აწმადიდე მე მამაო თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქ უნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა. ესე იგი, ცხოვარი ემზადება თავარი ესეთი მისი განკაცების დანიშნულების, ანუ მისი კაცობრიობის გამოხსნის ყველაზე ესე იგი იმ გამოხსნისათვის აუცილებელი იმ ღვაწლისათვის, იმ სხერპლისათვის, რომელიც მან უნდა გაიღოს, ემზადება ამისთვის და აი ესეთ საოცარ სიტყვებს ეუბნება. აწმადიდე მამო, დიდებითა მი, რომელი მაქ უნდა მე უწინარეს სოფლის დაბადებისა. უწინარეს სოფლის დაბადებისა სანამ ღმერთი სამყაროს შექმნიდა, მანამდე არსებობდა მხოლოდ ღმერთი. ანუ თუ კი დიდება უფალს გონდა უწინარეს იესო ქრისტეს გონდა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის ღმერთი და არის ძეღმერთი, ანუ სამების ერთ-ერთი წევრი. და აი აქედან ჩანს, რომ მას ეს ღვთაებრივი სიცოცხლე, ეს დიდება გონდა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ანუ სამყაროს შექმნა. მისი სიტყვებიდან ეს ჩანს და არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ თუ რატომ ამბობს თუ მას ჰქონდა ეს დიდება უწინარეს სოფლის დაბადებისა, რატომ ითხოვს რომ აწმადიდე მე მამაო. აი სწორედ აქ არის ეს მთავარი აზრი ჩადებული, რომ იესო ქრისტე ღვთაებრივი ბუნებით მუდამ იყო მამა ღმერთთან ერთად და სულიწმინდა ღმერთთან ერთად სოფლის დაბადებამდე მარადიულად არსებობდა, მაგრამ მისი ადამიანური ბუნება უნდა აღივსოს ღვთაებრივი დიდებით და რომელი დიდებით უნდა აღივსოს? აი იმ დიდებით, რომელიც ხონდა მას უწინარეს სოფლის დაბადება. ანუ ღვთაებრივი დიდებით უნდა აღივსოს ადამიანური ბუნება. აი ეს არის განღრთობა და სწორედ აი ამ განღმრთობის
განხორციელება მოხდა ამაღლების დღესასწაულზე, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ და გრძელდება ეს ამაღლების დღესასწაული და აი სწორედ ეს არის მთავარი აზრი აღრთობისა, რომ ადამიანურმა ბუნებამ დაიტია ღვთაებრივი დიდება, ღვთაებრივი მადლი, რაც ნიშნავს ღვთაებრივი სიკეთის, ღვთაებრივი ძალაუფლების ასე ვთქვათ მიღებას ადამიანური ბუნებით. და ეს არის კიდევ მთავარი მოწოდება თუ რას ნიშნავს რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი. რა არის მისი დანიშნულება? აი ეს არის განღმრთობა არის მისი დანიშნულება და აი ასეთი საოცარი სიმაღლისთვის ვართ მოწოდებული. და ეს სახარება სწორედ აი ჩვენ გვიდასტურებს პირველი რომ იესო ქრისტე დიდება ქონდა ღვთაებრივი დიდება უწინარეს სოფლის დაბადებისა, ანუ იგი არის ღვთაებრივი ბუნების მატარებელი პიროვნება, როგორც ერთ-ერთი წევრი ყოვლადწმინდა სამებისა, ხოლო როგორც ადამიანი იგი ითხოვს აი ამ დიდებას ადამიანური ბუნებისათვის და მას შემდეგ რაც ადამიანურმა ბუნებამ ეს მიიღო, იგი გახდა თუ შეიძლება ესე ითქვას არა მარტო მაგალითი იმისა, რომ აი როგორ შეიძლება და რა შეიძლება დაიტიოს ადამიანურმა ბუნებამ, არამედ იგი გახდა აი ამ ღვთაებრივ წიაღთან, სამების წიაღთან შემაერთებელი ყოველი იმ ადამიანისა, ვინც აღიარებს იესო ქრისტეს. ანუ ფაქტიურად ქრისტეს სახელით ნათლობა ნიშნავს განღმრთობილ ბუნებასთან თანაზიარებას. და მართლაც ყოველი ქრისტიანი როცა ინათლება, ის ქრისტეს განუყოფელი ნაწილი ხდება, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ეკლესია არის სხეული ქრისტესი და ჩვენ ვართ მისი ნაწილები, ასონი გვამისანი, ანუ გვამის სხეული, ასონი ნაწილები. და აი ეს შეერთება ქრისტესთან ნიშნავს, რომ ჩვენი ადამიანური ბუნება უერთდება რას ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, რომელიც ღვთაებრივი დიდებით არის ახსილი, ჩვენ ფაქტიურად აი მისი საშუალებით უერთდებით რასაკვირველია ჭეშმარიტ ღმერთს და აი ეს არის თავარი აზრი აი ამ სახარებისა, რომ ადამიანი ამისთვის არის მოწოდებული და კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას გილოცავთ აი ამ დიდებულ დღესასწაულს, პირველი მსოფლიო კრების მამათა ხსენებას, რომელთაც დაამტკიცეს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უტყუარობა, ჭეშმარიტება და ამავე დროს ამ სახარებაში საუბარია, რომ ღმერთი იესო ქრისტე ევედრება მამა ღმერთს, რომ ისინი იყვნენ დაცული. ანუ ეშმაკმა ვერ აცდუნოს ისინი. ანუ ვინც ცდილობს, რომ იყოს ღვთის ფარველობის ქვეშ, ღმერთი მას ყოველთვის იცავს. თუ ადამიანი თავისი ნებით გადაუხვევს ღვთის ნებას, ღვთის ცნებას და თანდათან დაშორდება, მას ღმერთი ძალად ვერ აცხოვნებს. ამიტომ არის, რომ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად არის ეს უზურებანი, სნეულებანი, ეს არის შედეგი ჩვენი ღმერთისაგან დაშორებისა და პირიქით, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ლოცვით და მარხვით, აღსარებით და ზიარებით დაუახლოვდეთ ღმერთს, ეს აისახება არა მარტო ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენს ფიზიკურ ყოფაზე და ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე აისახება. ასეთი ადამიანი საზოგადოებისთვის არის ვითარცა მარილი. ანუ იგი მას შემოაქვს მადლი უხრწნელებისა, ანუ ზნეობრივი სიწმინდის ძალა და მადლი. აი ეს გახლავთ თავარი აზრი აი ამ სახარებისა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქრისტე ღმერთია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ესე იგი შესაძლებელია, რომ მისმა მსხვერპლმა გამოისყიდოს საკაცობრიო ცოდვები და
ადამიანები გაანთავისუფლოს როგორც ქრისტეს შობამდე ცხოვრებნი, ასევე ვიდრე მეორედ მოსვლამდე ქრისტეს შობის შემდეგ ცხოვრები ადამიანები. მეშვიდე შვიდეული როგორც აღდგომა თავისთავად მოძრავი ასეთი თარიღია, ამჯერად წელს იგი დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულს, რასაც ყველას წინასწარ ასევე გილოცავთ და კიდევ ერთხელ შევთხოვოთ წმინდა ნინოს პირველი მსოფლიო კრების მამებთან ერთად, რომ ჩვენს მოგვეცეს გულისხმის ყოფა იესო ქრისტეს ღვთაებრივი, ასე ვთქვათ, ბუნებისა, ამ ღვთაებრივ ბუნებასთან ადამიანური ბუნების სრული გაერთიანებისა და ამ დიდებით აღსებისა და ჩვენი ცხოვრების მიზანი იყოს სწორედ აი ამ ღვთაებრივი დიდებასთან მიახლოების პროცესი და როგორც სახარებაში წერია, ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და პოვოთ, ირექდეთ და განგեղოს თქვენ. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება და შეგვაძლებინოს აი ამ გზაზე მტკიცედ და შეურყეველად სულელობა. გაიხარეთ მრავალ დღესასწაულს და დაესწარით, შეგვეციოს წმინდა ნინო, რომელმაც ჭეშმარიტი ღმერთი იქადაგა და რომელმაც მისი ძალით საქართველოში შესაძლებელი გახადა მიიყვანა იქამდე, რომ საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. და ამ დღესასწაულისთვის ემზადება ქართველი ერი და მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ ამ საოცარი თარიღის 1700 წლის თავს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალს დაგასვოთ. ჩვენთან არს ღმერთი.